ბრენდის ხმა Nutrimax-ს ესტუმრა, კომპანიას და ბრენდს 15 წლიანი და მეტი ისტორიით. ეს კონკრეტული საწარმო კი 2016 წელს გაიხსნა და ის აწარმოებს ფერმერული მეურნეობისთვის, ცხოველებისთვის და ფრინველებისთვის მაღალ ტექნოლოგიურ საკვებს. მეორე საწარმოს არსებობს 2023 წელს ამოქმედებული, რომელიც ჩვენი კომპანიონი ცხოველებისთვის აწარმოებს საკვებს და ისიც მაღალ ტექნოლოგიური წარმოებაა ცხადია. მოკლედ დღეს Nutrimax-ის ბრენდს გავიცნობ და ბექა-ბექაია დაგვეხმარება ამ პროექტში. ბექა ცოტა თავიდან დავიწყოთ რაღაც ისტორია მოვუხმოთ მაყურებელსაც, როდის და გასწორია რატომ შეიქმნა Nutrimax. 2009 წელი იყო მე მქონდა გამოცდილება მსგავს სფეროში, აი ეს რაღაც ხორცის წარმოებაში და მაშინ დავინახეთ საჭიროება, რომ ბაზარზე ფერმერებს, უფრო საშუალო და მცირე ზომის ფერმერებს არ ჰქონდათ ცდომა ხარისხიან საკვებს. ანუ არ იყო ესეთი მიწოდება. და გადავწყვიტე ნაბიჯები გადაგვეძრა და აი ესე მოვიდა იდეა და რავი საქმეზე გადავედი, ძალიან კუსტარულად დავიწყეთ. გაჩვენებთ მე პირველი ის ხო სხვადასხვა ეგ ნაკირავები მქონდა ჩვენი საკუთრება ყავდა ხო მარტივი არა მარტივი მიქსერი იყო ბეტონის რა რომელიც უბრალოდ ვიქირავეთ რაღაცას უხდით ძალიან 100 ლარს თუ რაღაცას უხდით და თავიდან მაგით დავიწყეთ მე რამდენიმე თვეში ცოტა განვავითარეთ მე კიდე განვავითარეთ და ნუ აი ხა ამ საწარმოში სადაც ვართ 2016 წელს აქამდე მოვედით 2016 წელს გავხსენეთ ეს საწარმო ხო მე იქამდეც მივად 23-ში რა საწარმო გაიხსნა 2023-ში ხო ბატონო Nutrimax-ი რატომ დაარქვით სახელზეც მიდევდი Nutrimax-ი თავიდან სხვათა შორის როცა დავხუზით სხვა სახელი გვერქვა მე ვიფიქრეთ რომ ცოტა უფრო შესაბამის სახელი უნდა ქმეოდა კომპანიას და აი ბრენდინგზე მაშინ დავიწყეთ ფიქრი პირველად. რომელი წელი იყო დაახლოებით? რამდენი წელი და დაახლოებით 2014-ში თუ არ მეშლება, როცა დავიწყეთ რებრენდინგზე. ხო, თავიდან ის რამდენიმე წელი დაგჭირდა ჩამოყალიბება და ჩვენი ასე ვთქვათ, სოფხედველობის ჩამოყალიბებაც ამ სფეროში, ფილოსოფიის, რა გვინდა, სად ვართ, რა უნდა ვაკეთოთ. და რებრენდინგზეც მაშინ დავიწყეთ ფიქრი ზუსტად და Nutrimax-ი ისეთ სახელია ცოტა შეიძლება ბანალურადაც ჟღერდეს, არ ვიცი, თუმცა მოიცავს თავის სახელში, ანუ ნუტრიციოლოგია, ხო, ანუ კვებას უკავშირდება და Max-ი, ნუ ეხა Max-ი რაღაც მაქსიმუმს ნიშნავს, ჩვენ ყოველთვის მაქსიმალისტები ვართ, ყველაფერი საუკეთესო გვინდა და ესეთები ვართ. ორი ის გაერთიანდა. ხო, რაღაცა ორი და ჩვენი ბრენდებიც, რომელიც აი იმას თქვა სხვადასხვა სფეროებისთვის ვამზადებდით, თქვა მეფრინველეობისთვის, მეცხოველეობისთვის, Max შეიცავდა და შეიცავს. ნუ ბრენდინგის სახელი გახდა მე. ხო, ეს Max. და რა ვიცი, აი ესე გავაერთიანეთ რა, თუმცა სახელი ხო მარტივად გამოსათქმელი გვინდოდა რომ ყოფილიყო. ანუ თქვენ უცხოეთშიც პარტნიორები ყავთ და ანუ მათთვისაც რაღაც მარტივი გამოსათქმელი. კი, ეს იყო ერთ-ერთი კრიტერიუმი მნიშვნელოვანი, რომ უცხო ქვეყანაში საექსპორტო ბაზრებზე აი ზოგადად საერთაშორისო სახელი უნდა ყოფილიყო. თქვენი მომხმარებლებს ვერ დავარქმევთ, ალბათ უფრო პარტნიორები მე ვგულისხმობ ფერმერულ მიმართულებას, მათთვისაც ტრენინგები, შეხვედრები, სასწავლო მიმართულება ეს ჩაფიქრებული იყო თუ პროცესში მოვიდა და ეგ რა ნაწილია ბრენდი? ჩვენ ახლა სიმართლე როცა ბრენდინგის სტრატეგია გავაკეთეთ პირველად, მაშინ ეს ყველაფერი გავწერეთ სტრატეგია, რომელიც მან გეგმაში გადავიტანეთ. ანუ რა უნდა გვეკეთებინა, რომ სპონტანურად კი არ გამოსულიყო რაღაცის შენება, ანუ გეგმაზომიერი სახე ქონოდა. და მათ შორის კომუნიკაცია ფერმერებთან ჩვენ შეიძლება ახლა ესე გქონდა ისედაც ურთიერთობა და ტიპები ვიყავით ზრუნველი მართლა. თუმცა ამის სისტემური სახე რომ მიგვეცა კონკრეტულ გეგმაში გაიწერა ეს და როგორც დაუშვათ ის ზრუნვის ელემენტები, დახმარების ცოდნის გადაცემის, რომელიც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ჩვენი მახასიათებელი ამ ჩვენ მარტო პროდუქტს არ ვქნით, ჩვენ ცოდნასაც გადავცეთ. ანუ ჩვენ ვასწავლით ფერმერებს როგორ იყვნენ წარმატებულები. ამაში ვეხმარებით და არ თავაზობთ შრალად მარტო პროდუქტს. ამის საჭიროებაც იყო ხო ბაზარზე? რა თქმა უნდა, იყო. დღესაც არის ალბათ ხო? დღესაც არის, ბუნებრივია, იმიტომ რომ რა ვიცი, უამრავი ახალი ადამიანი შემოდის ამ სექტორში, იწყებს საქმიანობას. ნუ ძველი ვინც არის შეიძლება გამოცდილება ყოფნის ამისთვის, მაგრამ ახლებს უნდათ ხარდაჭერა.